ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შაბათ-კვირას ირანის რამდენიმე სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიშები. ამის შესახებ ცენტრალური სარდლობა იმ ფონზე აცხადებს, როცა სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებული დეტალები სულ უფრო გაურკვეველი ხდება. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკულმა ძალებმა რადარისა და დრონის მართვის ობიექტებს დაარტყეს ქალაქ გორუქში და კეშმის კუნძულზე. ცენტრალური სარდლობის განმარტებით დარტყმები თავდაცვითი ხასიათის იყო და ირანის აგრესიული ქმედებების, მათ შორის ამერიკული დრონის ჩამოგდების საპასუხოდ განხორციელდა. ამასთან ქუვეითის სამხედრო ძალებმა ორშაბათ დილით ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ირანული რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის მოგერიების შესახებ განაცხადეს. არმიის გენერალური შტაბი მოსახლეობას აცნობებს, რომ აფეთქებების ხმები, რომლებიც შესაძლოა ისმოდეს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ, ამ მტრული თავდასხმის მოგერიების შედეგია. ნათქვამია ქუვეითის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაძაბულობის წლას წინ ცნობების გავრცელება უწყოდა იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში ვაშინგტონის პირობები შეცვალა. ამერიკული მედიის ცნობით მან თეირანს ურთიერთგაგების მემორანდუმის ახალი ვერსია გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების რამდენიმე პუნქტი გამკაცრებულია. ნებისმიერმა ცვლილებამ შეთანხმების პროექტში შესაძლოა კიდევ უფრო შეაფერხოს ომის ოფიციალურად დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესი. ჩვენ არ დავამტკიცებთ არც ერთ შეთანხმებას, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ირანელი ხალხის უფლებები სრულიად არის დაცული. განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა და მოლაპარაკებებში თეირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. ტრის მცდელობების ფონზე, რომელიც ქვეყნის შიგნით განხეთქილების და საზოგადოებრივი დანაწევრების გამოწვევას ისახავს მიზნად, ერთიანობას ჩვენ პარლამენტის წევრებმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მართალია უპირობოდ არავის არაფერს ვაძლევთ, თუმცა არც გაჭიანურებული და დამღლელი კონფლიქტების მახეში უნდა გავებათ. პირიქით, საკითხებზე ორიენტირებული და პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული დაკვირვების, პრიორიტეტების სწორი განსაზღვრისა და ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოების მოთხოვნების პარტიულ და ადგილობრივ ინტერესებზე მაღლა დაყენების გზით, ქვეყნის პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი და დაჩქარებული გზა უნდა შევიმუშაოთ. სააგენტო დასნიმის ინფორმაციით შეთანხმების ტექსტზე მუშაობა გრძელდება და მასში შესწორებები ორივე მხარეს რეგულარულად შეაქვს. მხარეებს შორის გზავნილების გაცვლა, რომ კვლავ გრძელდება, ამას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. მოლაპარაკებები და გზავნილების გაცვლა კვლავ გრძელდება და სანამ ეს მკაფიო შედეგებამდე არ მივა, მათი შეფასება შეუძლებელია. ამ ეტაპზე ყველაფერი, რასაც ამბობენ, ასევე გავრცელებული ვარაუდები და სპეკულაციები, ჩემი აზრით, უგულებელყოფილი უნდა იყოს მანამ, სანამ საკითხები საბოლოოდ არ დაზუსტდება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნავს, მისი პრიორიტეტები ირანისგან მომავალი ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და ჰორმუზის სრუტის გახსნა. ირანის თქმით კი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებამდე 12 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული ირანული აქტივები უნდა განიბლოკოს. ამასთან ირანული მედიის თანახმად თეირანმა ტრამპის ადრინდელი განცხადებები თითქოს ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი განადგურდება უსაფუძვლოდ შეაფასა.